მოგესალმებით. ჩემს YouTube არხზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი ვიდეო მაქვს გამოქვეყნებული და დღეს მინდა მორიგი ვიდეო შემოგთავაზოთ. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ თუ როგორ შეიძლება ფოტოსურათების გადაღწევა ვიდეო ფაილებად. მნიშვნელოვანია რომ განვიხილოთ უფასო ვერსიები. დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ვებგვერდი, რომელთა საშუალებითაც თქვენ შეძლებთ ფოტოსურათის გადაღწევას ვიდეო ფაილად. ყველა ამ აპლიკაციის მისამართს დავდებ ამ ვიდეოს აღწერებში. შეგიძლიათ ვიდეოს აღწერებში ნახოთ აპლიკაციების მისამართები და პერიოდულად ამ აპლიკაციებს დავამატებ ახალ აპლიკაციებს. ყველაფერი დაკავშირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სურათის გადაღწევასთან ვიდეოდ. დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს. მანამდე კი კიდევ ერთჯერ შეგახსენებთ, ჩემს YouTube არხზე ყოველთვის გთავაზობთ უფასო ვიდეო ინსტრუქციებს. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეო ინსტრუქციები და ჯერ კიდევ არ ხართ გამომწერი, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, subscribe ღილაკზე დაწყაბებით და გახდეთ ჩემი არხის გამომწერი. ეს საშუალებას მოგცემთ უფასოდ მიიღოთ ჩემი ვიდეო ინსტრუქციები. დავიწყოთ. სანამ შემოგთავაზებთ ვიდეო აპლიკაციებს, მანამდე გეტყვით რომ რეგისტრაციისათვის ყველაზე მარტივი ხერხია დარეგისტრირდეთ Facebook-ით ან Gmail post-ით. თუ თქვენ აი ამ სახით გახსნილი გექნებათ Facebook-ი ან Gmail post-ა, ამის შემდეგ თქვენ უკვე მარტივად შეგეძლებათ რომ რეგისტრაცია გაიაროთ ამა თუ იმ ვებგვერდზე ან აპლიკაციაზე. შემოგთავაზებთ პირველ აპლიკაციას. პირველი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ფოტოები გადავაქციოთ ვიდეოებად, არის DV.AI. ჩავწეროთ სამისამართო ველში DV.AI ან გადავიდეთ ვიდეოს დაბლა აღწერებში და დავაწყაპოთ მოცემულ საიტის მისამართზე. გადმოხვალთ ამ ტიპის გვერდზე. ამის შემდეგ საჭიროა გავიაროთ რეგისტრაცია. პირველ რიგში უნდა გავიაროთ რეგისტრაცია მოცემულ საიტზე. ამისათვის დავაწყაპოთ ღილაკს login და გავიაროთ რეგისტრაცია. დავაწყაპოთ continue with Google ამ ღილაკს. თუ გვინდა Gmail-ის post-ით რეგისტრაცია, რომელიც უკვე გახსნილი მაქვს, ან შეგიძლიათ ნებისმიერი მეილით ან Apple-ის ანგარიშით გაიაროთ რეგისტრაცია. მე დავაწყებებ პირველ ვარიანტს continue with Google. Google-ით რეგისტრაციას. როგორც ხედავთ, აქ გამოჩნდა უკვე ჩემი სახელის პირველი ასო, რაც ნიშნავს, რომ მე რეგისტრაცია უკვე გავიარე. ამის შემდეგ აირჩევთ თქვენ რა ტიპის ფუნქცია გინდათ. ავირჩიოთ პირველი მათგანი, სურათის გადაღწევა ვიდეოდ. გადმოვედით DVD-ის სამუშაო სივრცეში და აქ ძალიან მარტივად შეგვიძლია ავტვირთოთ სურათი, ნებისმიერი სურათი, რომელიც გნებავთ. უნდა ავტვირთოთ სურათი, რომლის გადაღწევაც გვინდა ვიდეოდ. ამის შემდეგ ვიდეოს აღწერების ველში თქვენ უნდა დაწეროთ თუ რას უნდა შეეხებოდეს თქვენი ვიდეო. გაითვალისწინეთ, რომ ეს აღწერა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. შეგიძლიათ ქართულად დაწეროთ და შემდეგ გადათარგმნოთ ინგლისურად, დააკოპიროთ და თქვენი ტექსტი ჩასვათ ამ აღწერების ველში. მაგალითად, მე შემიძლია დავწერო სიმბოლოების რაოდენობა აღწერებში არის შეზღუდული, ეს არის მაქსიმუმ შეგიძლიათ 2000 სიმბოლოს გამოყენება. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დააწყაპოთ ღილაკს create და დაიწყება ვიდეოს შექმნა.
აპლიკაცია არის vidnos.com. თუ ამაზე გადახვალთ, დაირჩევთ image to video. აქაც შეგიძლიათ ატვირთოთ სურათი. ამის შემდეგ ვიდეოს აღწერებში უნდა დავწეროთ ტექსტი, რომელშიც დავწერთ თუ რისი ჩვენება გვინდა ვიდეოში. და დავაწყობთ ღილაკს generate now. ვიდეოს შექმნა დაიწყება. შემდეგი აპლიკაცია არის vivago.ai. აქაც ავტვირთავთ სურათს, დავწერთ აღწერებს და დავაწყობთ generate. ჩვენ შეგვიძლია ამ ვიდეოს ჩამოტვირთვა, წაშლა, გაზიარება, გამოქვეყნება. ვიდეოს ჩამოტვირთვა ყველა ვებგვერდზე ხდება ერთნაირად. დააწყობთ ვიდეოს და მის მარჯვნივ ან დაბლა გამოდის ღილაკი download. შეგიძლიათ დააწყობოთ ამ ღილაკს და შემოგთავაზებთ საიტი ორ ვარიანტს. თუ არ გინდათ რომ საიტის სახელწოდება დაეწეროს, თქვენ დაგჭირდებათ ამისათვის ქულები ან თანხის გადახდა, ხოლო თუ სახელწოდებით გინდა ჩამოიტვირთოს, ეს ჩამოტვირთვა არის უფასო. ვიდეო ჩამოიტვირთა. კიდევ რამდენიმე აპლიკაციას დავდებ ვიდეოს აღწერებში, როგორც უკვე გითხარით, ყველა აპლიკაციაში სურათის გენერირება ვიდეოდ ხდება ერთი და იგივე სტილით. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებებს გისურვებთ.